ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. ალბათ 21 საუკუნეში დღეს ყველაზე აქტუალური და დიდი მადლობა ორი გამორჩეული ადამიანი, ვინც ქართველი, ვინც ამ დარგის კარგი სპეციალისტები ხართ, რომ მეტი თქვათ სიცხადე შევიტანოთ და მივცეთ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია. პირველი კითხვა და ეს კითხვა მექნება რა თქმა უნდა ორივესთან და დავიწყოთ ბატონი დავითით, რადგან ის სტუმარია შორეული ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მე ბატონ სანდროსთან. შეიძლება თუ არა ამ კითხვაში დიდი კითხვაა, მაგრამ რამოდენიმე ქვეკითხვა გვაქვს. შეიძლება თუ არა ხელოვნური ინტელექტი გახდეს უფრო ზუსტი დიაგნოსტი ვიდრე ადამიანი. რას ნიშნავს ეს? თქვათ, ეს იყოს რადიოლოგებისთვის უფრო ზუსტი მონაცემების მომპოვებელი, ოჯახის ექიმისთვის, პათოლოგიის სპეციალისტებისთვის და ასე შემდეგ. და ძალიან ასევე მნიშვნელოვანი კითხვა თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილება იყოს მცდარი და ამ შემთხვევაში ვინ? კლინიკა, ალგორითმის შემქმნელი თუ ვინ? კი ბატონო. როგორც აღნიშნეთ, ძალიან მრავალისმომცველი კითხვაა ნამდვილად ეგ. შეიძლება თუ არა ხელოვნური ინტელექტი იყოს უფრო ზუსტი დიაგნოსტირებელი ვიდრე ადამიანი, ამაზე შეიძლება ითქვას, რომ ამის პრეცედენტები უკვე არის. რადიოლოგიაში არის რამოდენიმე წამყვანი კომპანია, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. ეს ყველაფერი დაიწყო როგორც მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული deep machine learning, რომელიც რამდენადაც მე ვიცი ქართულად ითარგმნება ღრმა მანქანის კვლევები. ეს ერთგვარი შეიძლება ითქვას ხელოვნური ინტელექტის ერთგვარი წინამორბედი იყო, არ არის ეს იგივე. და ამ კომპანიებმა უკვე მიაღწიეს და სხვა შორის მეც ვიყენებ ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში ამ ორივე კომპანიას, ერთ მაგალითისთვის ავსახლებ არანაირი რა მაქვს მიკერძოება, Viz.ai, Rapid.ai, ეს ორი ძირითადი შეერთებულ შტატებში ყოველ შემთხვევაში ყველაზე ხშირად ესენი გამოიყენება და უკვე ობიექტური მონაცემებით კვლევების საფუძველზე მიაღწიეს უფრო მეტ სენსიტიურობას, არ მინდა ვიხმაროს თქვას სიზუსტე, იმიტომ რომ ბევრი მომცველია და სენსიტიურობას ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 96%-მდე კონკრეტული რადიოლოგიური კვლევების ინტერპრეტაციის სიზუსტეში. დამატებით რას გვეტყვით ბატონ სანდრო? ხშირ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის მოდელები უფრო ძლიერები არიან სენსიტიურობაში, გრძნობელობაში, ანუ არ გამოეპარებათ შემთხვევა, მაგრამ მოისუსტებენ სპეციფიურობაში, ანუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება სრუგანგაში აწიონ. ამიტომაც ეს კომბინაცია იდეალურია, ანუ შეგვიძლია შევხედოთ კლინიცისტებს როგორც უფრო მაღალი სპეციფიურობის მქონე ნაწილს, აქეთ კიდე უფრო მაღალი სენსიტიურობის ნაწილს, თუმცა სპეციფიურობის ნაწილშიც ხელოვნური ინტელექტის მოდელები ვითარდება. რაც შეეხება შედარებას, ხო, სიზუსტეს და დიაგნოსტიკურ სიზუსტეს, ხო? კი, ამ საკმაოდ დიდი ისტორიის განმავლობაში უკვე მივხვდით, საით შეიძლება გადაიწონოს სასწორმა და შეიძლება თუ არა აჯობოს ადამიანს, მაგრამ მაინც არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა. პირველ რიგში ის, რომ უნდა იყოს სისტემები გაწვრთნილი ხარისხიან და წარმომადგენლობით მონაცემებზე, ამის გარდა უნდა იყოს ვალიდირებული წარმომადგენლობით გარემოში და ინტეგრირებული იყოს ისეთ პროცესებში, სადაც ხარისხის კონტროლი არის მაღალი. და იმთავითვე ჩნდება ამ შემთხვევაში ავტონომიის შეკითხვა, რამდენად მაღალი მაჩვენებლით ავტონომიას ვანიჭებთ, ასე ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტს და რა როლი რჩება შემდეგ სპეციალისტებს, ხო? ეხლანდელი რეკომენდაციებიც, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, კაფიოდ, ასე ვთქვათ, მოიხსენიებს ყველაზე წარმატებულ სისტემებსაც კი, როგორც კლინიკური გადაწყვეტილების მხარდამჭერ სისტემებს და არავითარ შემთხვევაში ავტონომიურ სისტემებს. ადამიანი ყოველთვის იჯდება, ყოველ შემთხვევაში უახლოესი მომავლის განმავლობაში მართვის სადავეებთან, იმიტომ რომ
იმიტომ რომ ჯერ ალბათ ხელოვნური ინტელექტი იმ დონეზე არ არის, თუმცა იმ დონეს როდესაც მიაღწევს, როცა ზუსტად შეიძლება მას ყველაფერზე პასუხი მოგცეს და აი ზუსტად რაც ახსენეთ როლების გადანაწილებაზე, ხო? შესაბამისად რისკი ხომ არ ჩნდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად უთანასწორობის გაჩენაც ჯანდაცვაში. საკმაოდ შორს არის, თუ კი არის ზოგადად ის მომავალი, როდესაც ადამიანი დაკარგავს ამ ავტონომიას, იმიტომ რომ ადამიანს მედიცინა არ არის მხოლოდ მონაცემებზე დაფუძნებული დისციპლინა, ხო? არსებობს ღია კლინიკური და კონტექსტუალური მსჯელობა, სადაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები დიდი ალბათობით ვერასოდეს ვერ აჯობებენ ადამიანს. ამ ეტაპზე და მომავალშიც ჩვენ ვხედავთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები ძალიან კარგად ასრულებენ ამოცანებს კონკრეტულ შემოსაზღვრულ, ასე ვთქვათ, მიმართულებებში. რაც უფრო ფართოვდება ამოცანა, ხო? მით უფრო კლებულობს, ასე ვთქვათ, სიზუსტე და სანდოობა ამ მოდელების და სისტემების. აი, პროგნოზირებად დროში რა იქნება ან არ იქნება ისეთი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ გააკეთებს. ფილოსოფიური შეკითხვაა ნაწილობრივ, იმიტომ რომ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდ გასაქანს მივცემთ ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად ჩვენ დავინახავთ ჩვენ თავს როგორც ჩანაცვლებად რესურსებს, ასე ვთქვათ, ხო? მედიცინა ისევ და ისევ არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკავშირდება ადამიანურ ფაქტორებს, ხო? ემპათიას, მაგალითად, და რამდენადაც არ უნდა შეეცადოს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელი, რომ ამის სიმულაცია გააკეთოს, ხო? ადამიანურ ნაწილს ასევე გათვალისწინებას იმ კონტექსტუალური ფაქტორების, რომელიც ექიმმა შეიძლება, ასე ვთქვათ, ხაზებს შორის წაიკითხოს ადამიანთა კომუნიკაციისას, ამას ნამდვილად ვერ შეძლებს, შეიძლება სულად სიმულაცია გააკეთოს. ამას რამენაირად ჩაანაცვლებს ამ ფაქტორს? მოგახსენებთ, ვეთანხმები ალექსანდრეს პირველში მეც ეგ ორი ფაქტორი მომივიდა პირველ თავში, რომ ეს ემპათიური ნაწილი და კონტექსტუალური ჯერჯერობით არ გამოსდის ისე კარგად ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ადამიანს კლინიცის, ხო? ხშირად მედიცინას ადარებენ ხოლმე როგორც მეცნიერების და ხელოვნების კომბინაციას. და ზოგადად ეს კონტექსტუალური მომენტები, როდესაც არის რომ პაციენტთან მოდის, შეიძლება სახის გამომეტყველება ქონდეს, ისეთ შეიძლება რაღაც ახსენოს, რა ვიცი, თავისი შინაური ცხოველის რაღაც დაემართა, ანუ ისე რომ ეს დავუხათ ხელოვნურ ინტელექტს მიერ მოსმენილ ტექსტში ისე არ ჩანდეს ეს არავერბალური, როგორც ჩანს ადამიანების კომუნიკაციას. ჩვენ ეკიპებს ხშირად ვამბობთ ხოლმე, თავზე ბევრად უფროსი ვარ და მე 6 ეგრძნობა გვაქვს. აი ზუსტად ეგ არის. რომ შემოდის პაციენტი, ვთქვათ, გასასინჯო ოთახში, უკვე შენ ახლობით იცი. აი ზუსტად ეგ არის. ამას ჯერჯერობ მიმიკა, ეგრეთ წოდებული body language ძალიან ბევრი. მაგრამ მე სპეციალურად ვიხმარე ეს, ვთქვათ, იმ პერიოდში, როცა ვთქვათ, პროგნოზირებად პერიოდში, იმიტომ რომ როცა გახსოვთ, არ ვიცი, რამდენად, როცა საჭადრაკო მანქანა შეიქმნა და ეთამაშებოდნენ, ყველა უგებდნენ, ვთქვათ, ელექტრონულ მანქანას, მაგრამ ეხლა მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო დისკუსიისთვის. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.